BBC საგამოძიებო ფილმი საქართველოს შესახებ უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი გუნდი ჯერ კიდევ გამოძიების დასრულებამდე ამტკიცებდა, რომ მომწამლელი ნივთიერება მოქალაქეთა წინააღმდეგ გამოყენებული არ ყოფილა. ადამიანები დაწამლეს, ჯანმრთელობის პრობლემებს განიცდიდნენ თვეების მანძილზე, 100,000 საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუქმნეს საფრთხე და თუმცა ეს ხალხი არის დამნაშავე იმაში, რომ თანამშრომლობდნენ ჟურნალისტურ გამოძიებას. თვითონ აღიარებენ, რომ ურევდნენ ნივთიერებას და თუმცა ქიმიკოსი თუ არ არის შინაგან საქმეთა მინისტრი, ამის გამო შეიძლება რომ დაწამლოს და 100,000 მოქალაქეს შეუქმნას სიცოცხლის საფრთხე, ანუ ეს სტანდარტი არსებობს თუნდაც ქვეყანაში და მე როცა ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ დროს, როცა ექიმები არ სხვა ადამიანები ერთვებიან ამ ტიპის გამოძიებაში, თუმცა ეგ არის დანაშაული. მინდა რომ ოპოზიციამ დაადასტუროს, მაგალითად ნაცებმა დაადასტურონ მათ დროს მართლა იყო თუ არა ნაყიდი ეს ამბავი, ეს ნივთიერება მერე გახარიას დროს მართლა იყო თუ არა აღრიცხული და როდიდან დაიწყეს მისი გამოყენება. აი ეს კითხვები მე მგონი ძალიან მარტივია და ჩვენ გვყავს ოქროს მოწმეები წინა ხელისუფლების წარმომადგენლების სახით, როგორც ნაცების, ისე გახარიას პერიოდის და ამიტომ ვინაიდან ქოცები იტყუებიან, იმედი მაქვს და მინდა რომ ოპოზიცია მოფინოს ნათელი ამ საქმეს. რაც დრო გადის, რა თქმა უნდა BBC-ს მხარეს არის ამ მტკიცებულების ტვირთი და მას მოუწევს საერთაშორისო ინსტიტუციებში პასუხისგება ამ შემთხვევაში ქართული ოცნების წინააღმდეგ, ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენ ვნახავთ რომ ის პასუხებს რა თქმა უნდა ვერ გასცემს და ჩვენ ვიცით ამის მაგალითები არსებობს. BBC-ს საინფორმაციო ხელმძღვანელობა გადადგა ამერიკის პრეზიდენტის ირგვლივ fake news-ის გავრცელების გამო და ანუ არ გაგვიკვირდება ჩვენ სამწუხაროდ რომ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც მოუწევს გარკვეული პასუხისგება ქართული საზოგადოების წინაშე. პრაქტიკულად არანაირი კითხვის ნიშანი აღარ დარჩა BBC-ს რეპორტაჟთან მიმართებით, რომ იქ არსებული გარემოებებზე მითითება არის სრული სიცრუე, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის თუ რასაც ცდილობდა გარე პატრონების დავალებით მოქმედი კონკრეტული მიმართულება საქართველოსთვის დაებრალებინა. ეს თავდასხმა უცებად პასუხგაცემული იქნება როგორც საქართველოსში აქ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე ჩვენ საერთაშორისო ინსტანციებით აუცილებლად BBC-სგან მოვითხოთ ბოდიშის მოხდას.